შესაბამისად სამაგისტრო პროგრამის განხორციელებასაც შევდივებით ამ წელს. მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ზეა მოგეხსენებათ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია. არ შეიძლება რომ ადამიანმა უარი თქვას პოლიციასთან ურთიერთობაზე, კეთესი იქნება თუ პოლიცია ასევე თავის თავს დაიღებს პასუხისმგებლობას. რადგან თუ ეს პრინციპი დავავიწყდება ის პირობებში რას კონცეფციის ფარგლებში შემოვიდეს კრედიტი პატროლის ინსტიტუტს აფრთხილება და მარცხესმული განამტკიცოს არის სწორედ პოლიცია. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთელი მასშტაბით იმ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, სადაც ხორციელდება სამართლის საბაკალავრო პროგრამა. თვითონ თემა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და დარჩება მომავალში ძალზედ აქტუალური და ზუსტად ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ამ კონკურსისა გახდათ ის, რომ დაგვაინტერესებია მომავალი სამართალმცოდნეები აღნიშნული თემით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით გაიმართა კონკურსი სახელწოდებით საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. კონკურსი მიეძღვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის გახსნას. თავისი არსით ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა სტუდენტებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის და მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდამცავ სტრუქტურასა და სამოქალაქო საზოგადოების შორის უკეთეს კომუნიკაციას. მოვიპოვე პირველი ადგილი. ვფიქრობ, რომ პროექტი ნამდვილად შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა, რომ ასე გაეცნოთ საზოგადოების ფართოფენებისაც რა არის პოლიციის როლი და როგორ შეიძლება განხორციელდეს მათ საზოგადოების ორიენტირებულობა და ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები გაგრძელდება და დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობა.